სხვათა შორის ტოლმა არასდროს მომიმზადებია. ხო და ეხლა მოგიმზადებთ. აქ მაქვს ბევრნაირი მწვანილი. ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, კამა და ტარხუნა. ეს ყველაფერი უნდა დავაჩოპეროთ ნიორთან და ხახვთან ერთად. აუ, რა სუნები დატრიალდა. ეხლა ამ ყველაფერს ხორცს დავუმატებ და პამიდორსაც შემდეგ აქვე მივაჩოპერებ. ეხლა აქვე დავამატოთ გარეცხილ გასუფთავებული ბრინჯი. ნუ მარილი და პილპილი თავისთავად. ასევე დავუმატოთ სუნელები. პაპრიკა, უცხო სუნელი და წიწაკა. წესით არაფერს არ გააფუჭებს, ვცადოთ. და ეს ყველაფერი კარგად გადაურიოთ ერთმანეთში. უბრალოდ კომბოსტოს ჩადებთ ადუღებულ წყალში, 7-8 წუთის შემდეგ დაიწყებს დარბილებას. კომბოსტო შეგიძლიათ თუ წყალი მთლიანად არ ფარავს, ატრიალოთ კიდევაც აქეთ-იქით. შემდეგ ცხელ წყალშივე არ ჭირდება ამოღება, აი ესეთი ასაღების საშუალებით, რომ დარბილდება, ფოთლებს ნელ-ნელა შემოაძლევთ. ის ფოთოლი, რომელიც არ მოყვებათ, ესე იგი ჯერ დარბილებული არ არის და ცოტა ხანი კიდევ ცეცხლში უკაცრავად ადუღებულ წყალში უნდა დატოვოთ. შემდეგ კომბოსტოს ფოთლებს ვაჭრით აი ამ უხეშ ნაწილებს. შემდეგ გადაიტანეთ ფარში და გაახვიეთ ისე, როგორც ვიდეოში ხედავთ. შეგიძლიათ კომბოსტოს ფოთოლი შუაზეც გაჭრათ და უფრო პატარა ზომის ტოლმები გამოიყვანოთ. გადაიტანეთ კვაფში, დაასხეთ წყალში გახსნილი ტომატის წვენი და ხარშეთ 9 საათი 40 წუთი. ვიდეოს ყველაზე გემრიელი ნაწილი. ეხლა ამ ყველაფერს პური რო უნდა მოუსვას ადამიანმა, თქვენ ხო ხვდებით არა?